ძალიან სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება არ არსებობს გიორგი ახობაძის სისხლის სამართლის საქმეში, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, სამწუხაროდ ველი შედეგს, რომლის მიხედვითაც ალბათ მოსამართლე გამოაცხადებს გამამხნეველ განაჩენს. ჭრეკის ოქმი არის ფაქტობრივად ამ სისხლის სამართლის საქმის ძირითადი ხერხემალი. თუ ჭრეკის ოქმი იქნება დაუშვებელი მტკიცებულება და ესეთად მიიჩნევს მოსამართლე, უნებრივია ყველა მტკიცებულება, რომელიც ჭრეკის ოქმის საფუძველზე არის მოპოვებული, იქნება დაუშვებელი მტკიცებულება. აქ საუბარია უკვე ამოღებულ ნარკოტიკზე, დანიშნულ ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე, შესაბამისად ჭრეკის ოქმი წყვეტს ზოგადად სისხლის სამართლის საქმის ბედს. მოსამართლესთან დავაყენეთ საკითხი, როცა მან უკვე დეტალურად იცის თითოეული პოლიციელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მას აქვს გაცილებით ფართოარეალი და დიდი შესაძლებლობა შეაფასოს ჭრეკის ოქმის კანონიერება. მოსამართლემ კარგად მოусმინა მოწმეებს, რომელთაგან ვერცერთმა ვერ დაასაბუთა რა ღონე იღონეს და რა მცდელობა განახორციელეს, რომ მოეპოვებინათ ნეიტრალური მტკიცებულება. ერთის მხრივ სრულ ფაქტს ასახავენ ისინი ჭრეკის ოქში, რომ თითქოს ტექნიკური საშუალება არ ჰქონდათ, თუმცა მობილური ტელეფონი ედოთ, რომ გადაეღოთ ჭრეკის მიმდინარეობა და მეორე მხრივ ისინი ყურადღებას ამახვილებენ ფიზიკურ რესურსზე. თითქოს ფიზიკურად სამი ადამიანი ვერ განახორციელებდა ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვებას, თუმცა ტექნიკური საშუალება რომ ჰქონდათ, ეს ნამდვილად დადასტურდა და რაც შეეხება ფიზიკურ რესურსს, დადასტურდა ის, რომ არც ერთ პოლიციას საკონსტიტუციო სასამართლო როგორც ყურადღებას ამახვილებს, ცდელობა არ ქონია მისი რომელიმე კოლეგისთვის ან ხელმძღვანელისთვის ეთქვა, თუ ისინი ფიქრობდნენ, რომ სამი ადამიანი არასაკმარისი იყო ნეიტრალური მტკიცებულების მოსაპოვებლად, ვინმესთვის მაინც ეთქვა, რომ დახმარებოდა ვინმე მათ, რაც თავარია 4 საათით ადრე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ფლობს ინფორმაციას, რომ 4 საათის შემდეგ გიორგი ახობაძე თანხმდელ პირთან ერთად კონკრეტულ ადგილზე გაივლის, მათ საკმარისი დროც აქვთ შესაძლებლობაც სურვილის არსებობის პირობებში, თუმცა მათ არ ჰქონდათ სურვილი. არა შესაძლებლობა, არამედ მათ არ ჰქონდათ სურვილი, რომ ნეიტრალური მტკიცებულება მოეპოვებინათ. ეს ყველაფერი არგუმენტაცია მიემართება პროკურორის არგუმენტებს, რომ თითქოს პოლიციელები იყვნენ სამნი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით გიორგის ჩვენებით, გიორგის მეგობრის ჩვენებით დადასტურდა ის, რომ გაცილებით მეტი თანამშრომელი იყო გიორგის მახლობლად, ვიდრე ეს არის 3, იყო 5-6 პოლიციელი მინიმუმ და გარდა ამისა იყვნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ სამართლებრივი დაშვების ფარგლებში გავყევით პროკურორის პოზიციას, გავყევით პროკურატურის პოზიციას და დავუშვით სავარაუდოდ, რომ თითქოს ეს იყვნენ ადგილზე იყვნენ მხოლოდ 3 პოლიციელები და მეტი არა და ამ პირობებშიც კი მოვიყვანეთ სათანადო არგუმენტები სასამართლოში, რომ ამ პირობებშიც ნამდვილად შეეძლო 3 პოლიციელს, რომ ეწარმოებინა ერთ-ერთ მათგანს ვიდეო გადაღება, ან 3 პოლიციელიდან თუ მხოლოდ 3 იყვნენ და მეტი არა, რომელიმე მათგანს რაიმე მცდელობა ჰქონოდა ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების, ან ვინმესთან გასულიყვნენ კონტაქტზე თავიანთ თანამშრომელთან ოპერაციაზე გამოსვლამდე, როგორც მინიმუმ და ეთქვათ, რომ ჩვენ 3 ვართ, თუ ნამდვილად 3 იყვნენ, რაც ესე არ არის, რა თქმა უნდა, ვინმესთვის ეთქვათ, რომ ჩვენ 3 ვართ, არ ვეყოფით ოპერაციას და გთხოვთ ვინმე დაგვახმარეთ. არანაირი კომუნიკაცია არავისთან არც ერთ პოლიციას არ ქონია. თუნდაც ვენდოთ პროკურორის პოზიციას, რომ ისინი იყვნენ 3, თუმცა დადასტურებულია ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, რომ ისინი იყვნენ გაცილებით მეტნი, ვიდრე ეს იყო 3 პირი, თუმცა მათი სურვილი არ იყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება.